და ბატონო მამუკა, ბოლოს შეკითხვა, თქვენი აზრით საჭიროა თუ არა საჯარო ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც იზრუნებს სასამართლო თარჯიმნების გადამზადებაში, რა რეკომენდაციებით მიმართავდით მათ, ვინც მუშაობს აღნიშნული ინსტიტუტის ჩამოყალიბებისთვის? ეს ძალიან კარგი იქნება ამ კუთხით თუ დაიწყება მუშაობა. მსგავსი ტიპის შენიშვნები იყო სასამართლოს თავმჯდომარეების შეხვედრა, რამდენიმეჯერ გამოითქვა, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები აქვთ სხვა რეგიონებსაც, აი ახალციხის მხარეს, სხვადასხვა კუთხეებში, სადაც ეს არაქართულენოვანი მოსახლეობა ბევრია. და იქაც გამოითქვა ეს აზრი, რომ იქნებ რაღაც სპეციალური გადამზადების კურსი, რომ ეს ხალხი რაღაც გარკვეულწილად მოემზადოს და რაღაც ანაზღაურებაც გაიზარდოს და რაღაც სხვა კუთხით იყოს გაკეთებული. თუ კი ესეთი რაღაც ცალკე სპეციფიკური სასწავლებელი ან რაღაც გაკეთდება, სადაც მიიღებენ შესაბამის განათლებას, მით უმეტეს ძალიან რთული ახლა მარტო ჯერ იურიდიული ტერმინოლოგია ზოგადად რთული და პლუს კიდე ეს სხვა ენაზე მას არა მარტო ორმაგად უნდა კონდეს განათლება, ეს როგორც უნდა იცოდეს იმ ენაზე, საიდანაც თარგმნის, ასევე ქართულადაც ეს ტერმინოლოგია და რაღაც გარკვეული ელემენტარული ტერმინებიც უნდა ესმოდეს. ძალიან რთული ახლა აი იმდენი ტერმინოლოგია იურიდიულში, რომ ზუსტად იცოდეს დანიშნულება. ახლა მაგალითად აი გერმანული გარკვეულწილად ვიცი, ქართულის ტერმინოლოგია ვიცი, მაგრამ არის ტერმინები, რომელსაც უბრალოდ არ ვიცი ეს რომელია ქართულში. ან ქართულად ვიცი და არ ვიცი რომელია გერმანულში, თუმცა იმ ენაშიც ვიცი და ამ ენაშიც. უბრალოდ აქ თუ ვინმე კვალიფიციური ჩაერთვება, რომელიც სწორად გასაზღვრავს ელემენტარული თვითონაც პროცესის ცვლილება ეცოდინება, მიმდინარეობა ეცოდინება, მაგალითად რა ეტაპი არის ახლა როცა მოსამართლე აცხადებს, ახლა მიმდინარეობს რაღაც ეტაპი, ხო? ელემენტარულად უნდა იცოდეს ეს ეტაპი რას ნიშნავს. რა არის მოსლოდნელი კითხვა-პასუხი იქნება მხოლოდ რაღაც თითო სიტყვის თუ აი ელემენტარული წარმოდგენაც უნდა კონდეს. აქ ეს უბრალოდ აი ხა ისე არ ფიქრობ რომ ეს აქ არიცია. ოღონდ აქ ხდება უკვე ამის შესწავლა გარკვეული პრაქტიკის და დროის შემდგომ. რასაც ძალიან დიდი ხანი მჭირდება და ძალიან რთულია სასამართლოსთვის, როცა რამოდენიმე წელი ყავს თარჯიმანი, რაღაც სამსახურს ნახავს გადავა და უცებ ახალი უნდა მოიყვანოს. იმიტომ რომ ჩავთვალოთ რომ ორჯერ სამჯერ შეიძლება გაუჭიანდეს პროცესები, ვიდრე აქამდე ქონდა ეს პრობლემა. იმიტომ რომ ფიზიკურად არ არის და ესეთი სპეციალისტი უბრალოდ არ არსებობს გავსი ტიპის სპეციალისტები. აი მე მინდოდა დამატებით ხელშეკრულებით ერთი საყვანა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე გავსი ტიპის სპეციალისტი, რომელსაც აზერბაიჯანული და ქართული ეცოდინებოდა და მეტნაკლებად სამართლებრივადაც გარკვეული წარმოდგენა ექნებოდა. ამიტომ მსგავსი ტიპის ინსტიტუტების შექმნა ძალიან კარგი იქნება და პლუს გარკვეული სპეციფიკაციით, აი თუნდაც აი იურიდიული კუთხით, შეიძლება მსგავსი იყოს სამედიცინო კუთხით, აი რამოდენიმე სხვა სფეროა, სადაც ან სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში აი იუსტიციის სახლები არის, სადაც ადამიანს სჭირდება კონკრეტულად მიიღოს ზუსტად ის პასუხი, რაც მას სჭირდება, რაც მას აინტერესებს და თუ მას ეს კვალიფიკაცია არ ექნა, კი შეიძლება გააგებინოს, არსი გაიგოს რა ხდება, მაგრამ ზუსტად აი ზუსტი დანიშნულებით უნდა გაიგოს. და ეს არის და ამიტომ თუ ამ კუთხით იმუშაებს ვინმე საქართველოში ძალიან კარგი იქნება. დიდი მადლობა ბატონო მამუკა. მაშასე ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უსმენდით რუსთავის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან მარნეულის მაგისტრატის სასამართლოს თარჯიმანი ირინა შენგელია და საქართველოს საადვოკატო ასოციაციის წევრი ჯეიჰუნ მამედოვი. პირველი შეკითხვა, ქალბატონო ირინა, თქვენთან მაქვს, თქვენ უკვე ბრძანდებით სერტიფიცირებული თარჯიმანი მარნეულის მაგისტრატის სასამართლოსი. როდიდან მუშაობთ ამ პოზიციაზე და რა ეტაპები გაიარეთ იმისათვის, რომ სერტიფიცირებული თარჯიმანი გამხდარიყავით? მარნეულის მაგისტრატის სასამართლოში მუშაობ 2008 წლიდან. იმ დროს იყო ჩვეულებრივი რაიონული სასამართლო. შემდეგ 2010 წელს გაერთიანდა სასამართლოები და ჩვენ გავხდით მარნეულის მაგისტრატის სასამართლო. და სერტიფიკაცია გავიარეთ პრაქტიკაში. რაღაც ერთი კვირამდე მქონდა პრაქტიკული პროცესები და იმის შემდეგ დავიწყე მუშაობა ჩვენ სასამართლოში და უკვე მეხუთე წელია მუშაობ. დიახ. რომელ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ეხმარებით ძირითადად? არაქართულენოვანებს, რუსული და აზერბაიჯანული ენა. დიახ. და რა ეტაპებში ხართ ჩართული? პროცესებს ესწრებით თუ პროცესებამდე საქმიანობაში ხართ ჩართული?
პროცესების დროსაც ვესწრებით და როცა მოდიან მოქალაქეები მიმართავენ სასამართლოს კანცელარიას და თანაშემწეებთან ურთიერთობაში, მაშინაც ვიღებთ მონაწილეობას, როცა ვერ გინდება კონტაქტი მხარეების შორის. და პროცესების დროს აუცილებლად. მომართვიანობა რამდენად ხშირია? 90% მოსახლეობის არის არაქართულენოვანი და მარტო თქვენ ხართ თარჯიმანი? მე მარტო თარჯიმანი ვარ, დიახ. ერთი თარჯიმანი ყავს? ერთი თარჯიმანი ვარ მარნეულში. და რამდენად შესაძლებელია ერთი თარჯიმანი მოემსახუროს თქვენ მარტო მარნეულის მუნიციპალიტეტს ემსახურებით? დიახ. და ხანდახან გვიწევს ბოლნისის სასამართლოში, ჩვენ ბოლნისში ვართ გაერთიანებული, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და გვიწევს ხანდახან ბოლნისში ჩასვლა პროცესებზე, როცა ძალიან ბევრი პროცესებია და ვერ ვასწრებ. რამდენად საკმარისია თუ ყოფილა ის რომ თქვენ დაკავებული ყოფილხართ და ვინმე სხვა ადამიანს სჭირდება თარჯიმნის მომსახურება? იმ შემთხვევაში, როცა მიმდინარეობს პროცესი და დაუშვათ მოსული არის მოქალაქე და სჭირდება კანცელარიის თანამშრომელთან ურთიერთობა და ვერ ესმით ერთმანეთი, მაშინ ელოდებიან და პროცესის შემდეგ ჩავდივარ და თარგმნი ხარ. რამდენად ხშირია ის, რომ თქვენ დაკავებული ყოფილხართ და კიდევ სხვა ადამიანს დაჭირდით თქვენ? არა, იცით არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება. დიახ. თვითონ თქვენს კვალიფიკაციაზე რო ვისაუბროთ, რამდენად აუცილებელია, რომ თქვენ გქონდეთ იურიდიული განათლება? შეიძლება არ გქონდეს თარჯიმანს იურიდიული განათლება, მაგრამ უნდა ხდებოდეს დრო და დრო გადამზადება, რომ თარჯიმანმა კარგად ისწავლოს იურიდიული ტერმინოლოგია. იმიტომ რომ აუცილებელია ეს. თქვენ როგორ ისწავლეთ იურიდიული ტერმინოლოგია? პრაქტიკაში ვისწავლე. და ფიქრობთ, რომ თეორიული ცოდნაც თეორიული ცოდნაც გაიქნებოდა. თუ მიგიღიათ მსგავსი გადამზადება? გადამზადება მივიღეთ, აი პირველად ამ 5 წლის განმავლობაში ივნისში იყო USAID-ის პროგრამა და ჩვენ მივიღეთ გადამზადება. დიახ. ნდობის ფაქტორი რამდენად მაღალია ბრალდებულსა და თქვენ შორის? საკმაოდ მაღალია. იშვიათი არის, როცა დაუშვათ არ არიან თანახმანი, რომ დაუშვათ ეს თარჯიმანი, ამ თარჯმანმა მიიღოს მონაწილეობა პროცესში. რაღაც ან პირადული მომენტები არის, ან ნაცნობები არიან, ან თუმცა ძალიან იშვიათია. ან ნათესავი შეიძლება იყოს მეორე მხარე და იმ მომენტებში შეიძლება იყოს აცილების მომენტები. დიახ. თუ თქვენ შეკითხვა გაქვთ სასამართლო თარჯიმანთან დაკავშირებით, მოდით დარეკოთ ნომერზე 221592. ქალბატონო ირინა, კიდევ თქვენთან მაქვს შეკითხვა, რამდენად არის კომუნიკაციის პრობლემა თუ ყოფილა შემთხვევა ვერ გაგიგიათ ბრალდებულისთვის, ანუ არ მოსწონებია თარჯიმნობის ხარისხი, ან პიროვნული მომენტი თუ დგება ხოლმე? არა, ვერ ვიტყოდი რომ ასეთი რაღაცა ყოფილა. ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა. დიახ, ვთქვათ ისეთი საქმეა, რაც თქვენს ძალებს აღემატება და გჭირდებათ სხვა თარჯიმნის დახმარება. ამ შემთხვევაში? იმ შემთხვევაში დგება თვითაცილების საკითხი. იმიტომ რომ თუ მე არ ვარ კომპეტენტური ამა თუ იმ საკითხში, მე შემიძლია დავაყენო თვითაცილების საკითხი, ან პროცესამდე მანამ დაიწყება სვლელობა პროცესის, ამ პროცესის დროს. თუ კი მე ვგრძნობ, რომ მე ამ პროცესს ვერ გადავთარგმნი რამენაირი მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში გადაიდება პროცესი ან რაღაც საათებით, ან რამდენიმე დღით, მანამ გამოიძახებენ სხვა თარჯიმანს, რომელიც იქნება ამ სფეროში კვალიფიცირებული. ხშირია ასეთი შემთხვევა? არა, ძალიან იშვიათია, მაგრამ ხდება. პროცესების შეფერხება თუ ყოფილა იმის გამო, რომ თარჯიმანი ან ადგილზე ვერ ყოფილა, ან შეუძლოდ არის, როცა ერთია, მან შეიძლება ან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას მოულოდნელად, ან ადგილზე არ იყოს. ხო, ეს ყველაფერი ხდება, ეს ცხოვრებისეულია, მაგრამ ჩვენ წინასწარ დაუშვათ მე თუ შეუძლოდ ვარ, ვრეკავ და ვეუბნები, რომ დღეს მე ვერ ვიქნები და იძახებენ ბოლნისის თარჯიმანს. წინასწარ ვრეკავენ და ეუბნებიან, რომ დაუშვათ დღეს არის ამდენი პროცესი ჩანიშნული ამ და ამ საათზე და ვალდებულია თავად თარჯიმნის მოთხოვნა ვის მიერ ხდება? თარჯიმნის დანიშვნის მოთხოვნა? მხარე ამბობს, რომ არ მესმის ენს.
საერთოდ სასამართლოს შტატში ვართ და როცა ვიცით რომ მხარე იქნება არა ქართულენოვანი, იმ შემთხვევაში ჩვენ ვესწრებით და როცა ითხოვს რომ მაინც და მაინც შეიძლება მხარე იცოდეს კიდევაც ქართული ენა გრამატიკულად და იმ შემთხვევაში ჩვენ არ ვჭირდებით და ერთი მაინტერესებს, იცით რა არის, იცოდე ენა, შეიძლება სალაპარაკო ენა იცოდე. არის ასევე ლიტერატურული ენა, არის საქმეები, სადაც სწორედ ლიტერატურული ენით თარგმნა საჭირო. ამ შემთხვევაში რა ხდება? იმ შემთხვევაში აუცილებლად სჭირდება თარჯიმანი. და საიდან მოდის ეს თარჯიმანი? ჩვენ შტატში არის, სასამართლოს შტატში არის თარჯიმანი და ვალდებული ვართ ვიყოთ პროცესზე. და ვთარგმნოთ. თუ თქვენ ვთქვათ ფიქრობთ რომ კი იცით ის აზერბაიჯანული ენა, თუმცა თქვენს კომპეტენციას აღემატება, დონე, ხარისხი, ამ შემთხვევაში თუ ხდება მოწვევა სხვა თარჯიმნების. აუცილებლად. თავად თქვენ ბრძანდებით რუსული ენის მცოდნე და აზერბაიჯანულ ენასაც. აზერბაიჯანული ენა მესმის. და შემიძლია აუხსნა მაგრამ ლიტერატურული ენა მე არ ვიცი და ამ შემთხვევაში როცა მჭირდება დაუშვათ მაინც და მაინც ლიტერატურული ენა იმ შემთხვევაში იძახებენ აზერბაიჯანული ენის თარჯიმას. საქართველოში ცხოვრობენ ასევე სხვა ენაზე მოსაუბრე, გარდა აზერბაიჯანული, რუსული და ქართული ენებისა, ცხოვრობენ სხვა ენაზე მოსაუბრე მოქალაქეებიც. ამ შემთხვევაში იგივე სომხურს გავუსვამდი ხას, რა ხდება? სომხური ენის თარჯიმანი გვყავს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და როცა ბევრ სომეხს, აზერბაიჯანელს და სხვა ეროვნების მოქალაქეს ესმის რუსული ენა და იმ შემთხვევაში როცა მაინც და მაინც საჭირო არის სომხური ენის თარჯიმანი, იძახებენ ბოლნისის რაიონულ სასამართლოდან. წინასწარ აცნობებენ, რომ იქნება პროცესი და ის მოდის. დიახ. დიდი მადლობა, ქალბატონო ირინა. ბატონო ჯეიხონ, თქვენ ბრძანდებით ადვოკატი, და ყავთ მრავალი ადამიანი დაცვის ქვეშ. და ალბათ ესენი ძირითადად არიან ეთნიკური უმცირესობები. რამდენად პრობლემურია დღესდღეობით სასამართლო თარჯიმნის სისტემაში? ბევრი პრობლემაა? ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ტელემაგორებლებო. ესე იგი, თარჯიმნის მოვალეობა და თარჯიმნის როლი სასამართლოში, როგორც სამართალში არის ძალიან დიდი. თარჯიმნის პრობლემასთან, როგორც ქალბატონი ირანა მას ბრძანა და ძალიან ხშირი შემთხვევები ხდება თარჯიმნის, მხარეთა შორის ურთიერთობასთან მიმართებაში თარჯიმნის ფუნქციის, საჭიროება. და ესე იგი, თარჯიმანი, სასამართლო, სხდომის თავმჯდომარე, როცა გაარკვევს, რომ ბრალდებულმა, ასე ვთქვათ, ან მხარეებმა თუ სამოქალაქო წარმოების საქმეა მოსარჩელი, ან მოპასუხე, ან დაუშვათ მესამე პირმა არ ფლობენ სათანადოდ სამართალწარმოების ენას, ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს თარჯიმას და ამის შესახებ თავისთავად დაფიქსირებული უნდა იყოს ოფში თარჯიმნის მოწვევის შესახებ. და თარჯიმნის მოწვევასთან დაკავშირებით სასამართლო დარბაზზევე, სასამართლო პროცესზევე აფრთხილებს თარჯიმას ცრუ გადათარგმნის ან არასწორი თარგმნის შესახებ სასამართლის პასუხისმგებლობისთან დაკავშირებით. რომლის გამო ითვალისწინებს 3 და 5 წლამდე თავისუფლების საქმე და ჯარიმა და ასე შემდეგ. ამიტომ თარჯიმნის მოვალეობა, ჩემი აზრით, თარჯიმანმა სრულყოფილად ჯერ უნდა იცოდეს თავისთავად იმ ენას, რომელ ენაზეც უნდა გადათარგმნოს პროცესის დროს, რის მოვალეობასაც უნდა შეასრულოს, რომელი ენაზე უნდა გადაუთარგმნოს და ამასთან პარალელურად წერა-კითხვაც უნდა იცოდეს, იმ ენის წერა-კითხვას, იმიტომ იურიდიული დოკუმენტაცია ისეთი ძნელია იმ დოკუმენტაციის გადათარგმნა და სადაც როცა საქმე ეხება იურისპრუდენციას და იურიდიული ტერმინოლოგიას საქმე შეეხება.